მოგესალმებით ანა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ეს საკითხი არის უმძიმესი ჩვენ ქვეყანაში, როდესაც სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაციები, რომ ადამიანების ახალგაზრდების გარდაცვალების შესახებ სავარაუდო ნარკოტიკული ინტოქსიკაციით და ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სიტუაცია და ამ მძიმე სიტუაციას სჭირდება გამოსწორება, აუცილებელია ბუნებრივია ბრძოლა ყველა ნარკორეალიზატორთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი რა არის? მხოლოდ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა არის საკმარისი? ეს არის უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა შესაბამისი ამ შემთხვევაში განათლების სისტემაში, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა, შესაბამისი ცოდნის ამაღლება, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებებისარეაბილიტაციო ცენტრები, კომპლექსურად ამის მიდგომა არის თუ არა, ჩვენ ხედავთ თუ არა და სად არის პასუხისმგებელი ყველა შემთხვევაში ბუნებრივია რაც ხდება არის პასუხისმგებლობა და ვისი პასუხისმგებლობაა? ხელისუფალის პასუხისმგებლობაა ბუნებრივია და როდესაც ამდენი ახალგაზრდა გვხვდება ქვეყანაში, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა, როდესაც არ ხდება ამ სისტემურად მიდგომა და სისტემურად ამ ყველაფრის ამ შემთხვევაში გაანალიზება და აღმოფხვრა. ეს შემიძლია გითხრათ მოკლედ. ხო, ერთი საერთოდ ცალკე ამბავია ეს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით რაც ხდება, რა ვიცი, მე მგონი სიტყვები არ არის რომ გამოვხატოთ მწუხარება აი ყოველდღიურ რეჟიმში ესეთი საშინელ ამბებს, როდესაც ვიგებთ და მეორე, ანუ იმიტომ გავაკეთე ხა აქცენტი ამ საკითხზე ლევან ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომ ანუ როდესაც 119 პირს აკავებენ და აქედან 59 ნარკორეალიზატორია, ეს მიუთითებს სურათის მასშტაბს. ეს მიუთითებს იმას, რომ ქსელია ქვეყანაში გაბმული. და უმძიმეს ვითარებაზე, ბუნებრივია, ამაზე მომაქცია ყურადღება, თქვენი ყურადღება ამაზე გავამახვილოთ და მაყურებელს, რომ უმძიმეს სიტუაცია ქსელია ქვეყანაში შექმნილი, უნდა ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს ბუნებრივია ყოველთვის და საფუძველზეა თავარი კომპლექსურად უნდა ებრძოლო ამ ყველაფრის საფუძველს რაც არის ნარკორეალიზატორები, მაგრამ მხოლოდ ნარკორეალიზატორები ბუნებრივია არ კბარა, ამას სჭირდება ცნობიერების ამაღლება, ამას სჭირდება სამკურნალო დაწესებულებები, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ამას სჭირდება ზუსტად დასავლურ ევროპულ ქვეყნებში როგორც არის მიდგომა, რათა შემცირდეს ნარკოდამოკიდებულება, ნარკოტიკების მომხმარებლები, ვინაიდან ერზეა საუბარი, ჩვენი ერვის მომავალზეა საუბარი და უმძიმეს სიტუაცია ქვეყანაში. კარგით, მოდი ახლა გადავიდეთ ჩინეთის საკითხზე. ვთქვათ რა მოცემულობაზეც ლაპარაკობს დღეს ირაკლი კობახიძე, მათ შორის იმ ვითარების ფონზე, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს და ასევე მიღებულ აქცაც. აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ ჭრილში? დღეს ჩვენ ვნახეთ ასევე რუსების გამოხმაურება, რომლებიც თითქოს ძალიან წუხან ქართველების ასე ვთქვათ ღირსებაზე და სუვერენიტეტზე ჩვენი ქვეყნის და ითქვა, რომ აი თბილისმა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთაო და მოდი გავაღრმავოთ კავშირები, აქ ეკონომიკა იყო ნახსენები, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს და რომ ამას სუფთა გულით და ღია სულით, ეს არის ციტატა ზახაროვასი ჩვენთან დაკავშირებით. რა სიტყვით ამაზე? ანა, რაც არის და რის იმპერატიული მოთხოვნაც ნებისმიერ ხელისუფალს და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს და ავალდებულებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია. აი ეს ქვეყნის უმაღლესი კანონი. და საქართველოს კონსტიტუციაში ნახეთ რა წერია 78 მუხლში. თავიდან ბოლომდე რო არ წავიკითხო, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციებში, ამ შემთხვევაში გაწევრიანებისათვისა და ამისათვის, რომ მიღებული იქნას ყველანაირი გადაწყვეტილება და სრული ინტეგრაცია იქნას განხორციელებული. 78 მუხლია საქართველოს კონსტიტუციის, ხო? ახლა უნდა დავსვათ კითხვა. ირღვევა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია? არღვევს თუ არა ვინმე საქართველოს კონსტიტუციას და არღვევს თუ არა ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციას, ქართული ოცნება არღვევს თუ არა მიზანმიმართულად საქართველოს კონსტიტუციას და ეს არის პირდაპირ თუ ამის დარღვევა ხდება სისხლისამართლის დანაშაული, რომელსაც ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა აქვს. ვინაიდან ეს არის განზრახი ქმედება, გამოდის რომ საქართველოს კონსტიტუციის ამ შემთხვევაში დარღვევა ხდება, ვინაიდან არა თუ ყველა ღონეს ხმარობენ და აკეთებენ და ყველაფერს აკეთებენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, პირიქით ჩემის შეფასებით ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა დაშორდეს ამ ყველაფერს, ხო? აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ დღე არ გავა, როდესაც ლანძღვა არ მიდის თავისი ქმედებებით ამ შემთხვევაში არ მიდის ლანძღვა და ევროპული ამ შემთხვევაში კურსიდან მიზანმიმართული გადაყოლა. თავი მოიკალითო ამას გვეუბნებიან. და თავარს გეტყვით. აქ ჩინეთთან საუბარი როდესაც არის. ხალხო
ვინმეს ეკონომიკურ კავშირებთან დაკავშირებით კი არა საუბარი აქ რომ პრობლემა ქონდეს რომ ეკონომიკა განვითარდეს და რამე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია რატო ვახსენე? საქართველოს კონსტიტუცია გიწესებს, გავალდებულებს, გეუბნება, საით უნდა იყოს შენი ვექტორი და რა უნდა გააკეთოს ყველა საქართველოს მოქალაქეებმა განსაკუთრებით სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ ევროპის კავშირისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მივახციოს და ყველა ზომე უნდა იყოს გაკეთებული. ეს ამ შემთხვევაში მოდი დავსვათ კითხვა, რამდენად თავსებადია? რამდენად არის ეს თავსებადი? რამდენად არის აქცენტი გაკეთებული ამ შემთხვევაში და რამდენად კეთდება აქცენტი საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის შესრულებაზე და რამდენად კეთდება აქცენტი სხვა ყველაფერზე. რას გვეუბნება ბოლო-ბოლოს ევროკავშირი, რას იტყვის ქვეყნისგან? ითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, ხო? დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები? არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები? არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები? ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად ხვალ ჩემი პარტიის ლიდერების მიმართ იმართება მორიგი სასამართლო პროცესი, მე ვიტყოდი და შევაფასებდი ამას როგორც პირდაპირ ღიად დეკლარირებულად პოლიტიკური დევნის საქმე არის, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, როგორც ადვოკატი, როგორც მათ თანაგუნდელი, როგორც პოლიტიკოსი გეუბნებით ამ შემთხვევაში ამას. არანაირი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს. ეს, როდესაც ყოველ წელს მაგალითად ჩემი პარტიის ლიდერების დევნა მიმდინარეობს. აი მაგალითისათვის ავიღებ და ვისაუბრებ, წელი არ გავა, რაც პოლიტიკაში არიან შემოსულები და დევნა მიმდინარეობს. ეს რისი მანიშნებელია ამასთან დაკავშირებით? აი მაგალითად მე მიყოფები ტელევიზიაში, რომლის ჟურნალისტები სასიკვდილოდ გაიმეტეს და ღვთისყალობით გადარჩნენ ცემისგან. ეს რისი მანიშნებელია, როდესაც გამოძიებული არაა სისხლის სამართლის საქმეები და რაღაც 1-2 საქმე გამოიტანეს, ამ შემთხვევაში საშვენელება და სხვა სისხლის სამართლის საქმეები არაა გამოძიებული. აი ამაზე არის საუბარი. ეს მოითხოვება ჩვენთვის, რომ დემოკრატია ადამიანი და ლევან ამ დროს აი როგორ აყენებს საკითხს და ბოდიში და რუსეთი რას გვეუბნება? ხო წარმოგიდგენიათ არა ჯერ ზახაროვა სინქრონში პასუხობს ამ ყველაფერს, ხო? სინქრონში პასუხობს, ასე გამოდის და რუსეთი, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი არის, დაუძინებელი მტერია. აი დაუძინებელი მტერია ტაშ უკრავს ამათ ხალხო. უკებს გადადგმულ ნაბიჯებს. აი ამაზე არის საუბარი. აი ერთი მსხრივ საუბარია ევროკავშირზე, ევროპულ ღირებულებებზე, ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე. ევროპა რა არის და ევროკავშირი რა არის? სიმდიდრე. სიხატაკიდან ამოსვლა. იმიტომ გარბის ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირში და ევროპის ქვეყნებში რა სიხატაკე და იქიდან არჩინონ ჩვენი ქვეყნის ლევან ერთი კითხვა მინდა დაგისვათ აი ჩვენი სტუმრების ნაწილი საუბრობდა ამდაც წინა ეთერებშიც რომ აი ოცნებამ იმიტომ რომ იცის მისი ამომრჩევლების პოზიცია უვიზო თემაზე და ჩვენს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით რომ მათი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არის სწორედ ამის მომხრე ვერ ბედავს რომ აი პირდაპირ თქვას რომ არ გვინდა და თან თქვენ ახსენეთ კი არა მთავარი ამოსავალი ცხადია კონსტიტუცია უნდა იყოს, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, ხომ? აი დღეს მე ვახსენე სწორედ უვიზო მიმოსვლის საკითხი, ხვალ არის შეხვედრა როგორც ცნობილია და შემდეგ უკვე შემოდგომაზე უნდა იყოს წესით გადაწყვეტილება თუ არ ვცდები. ესე აყენებს საკითხს, რომ აი გვეუბნებიანო, რომ მოიკალი თავი და თუ დავიხოცეთ თავები, ვიღა მიაროს უვიზოთ. აი რას ხედავთ ამ განცხადების მიღმა თქვენ? კიდევ და კიდევ ვიტყვი, არავინ ამაზე არ საუბრობს, თვითონ ისინი არც ისაუბრებენ. მთავარი არის საქართველოს კონსტიტუცია რას ეუბნება და მთავარი არის საქართველოს მოქალაქეები რას ეუბნებიან. ეუბნებიან, რომ ყველაფერი საქართველოს კონსტიტუცია საუბრობს, რომ ყველა ღონე უნდა იხმარონ და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დანარჩენი რაზეც საუბრობენ, ხო, მოქმედებენ პრინციპით, ხალხო ენაზვალი არა აქვს ამასთან დაკავშირებით. და მე გითხარით, რას გვეუბნება ევროპა და ევროპის კავშირი? მეტი ხო არაფერს არ გვეუბნება ადამიანის უფლებები. რატომ გვინდა ევროპა და ევროპის კავშირი? იმიტომ რომ იქ არის ადამიანის უფლებები დაცული, რატომ გვინდა ევროკავშირი? იმიტომ რომ ევროკავშირში არის სიმდიდრე, იმიტომ რომ ადამიანი გრძნობს თავს ბედნიერად ევროკავშირში, არის მათი სოციალური პრობლემები მოგვარებული, რატო გარბიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარგარეთ და რატომ არიან იქ რომ მუშაობენ რომ აქეთ არჩინონ ჩვენი ქვეყნის თავიანთი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ იქ არის კარგი ცხოვრება და ჩვენს გვინდა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ჩვენს გვინდა და თუ რამ ხდება ცუდი და თუ რამ
ხდება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფრის პასუხისმგებლობა არის ქართული ოცნების. იმიტომ ისინი არიან ხელისუფლებაში და ხელისუფლებას ყველაფერზე ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შორის იმაზე, რაც არის ქართველი ხალხის ნება, საქართველოს კონსტიტუციის ნება და საქართველოს კონსტიტუციის ნების შეუსრულებლობა. და მეორე მხრივ საუბრობენ ყველაფერზე, მაგრამ არავინ არ საუბრობს და უნდა ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ვისაუბროთ თუ რა ხდება თვითონ ჩვენს ქვეყანაში, ხო? ანა წალეკა კორუფციამ ქვეყანა. უყურე გუშინ კობახიძე თუ გუშინწი გამოდიოდა კობახიძე და საუბრობდა ისე თითქოს ერთი წელიწადი ან ორი წელიწადია ქართული ოცნება ხელისუფლებაში იყოს. და დანარჩენ წლებზე არა აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ვისი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელი პარტიის პრემიერ-მინისტრისთვის, რომელი პარტიიდან იყო ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საპრობილეში ის და რომელმაც დანაშაული აღიარა, რომელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, ბრალდებული, არავის უდანაშაულის პრეზუმპცია არ დავარღვიოთ, ბრალდებული თქვა და ქართული ოცნება თუ და დღევანდელი ხელისუფლება და პროკურატურა ვიზდებს ბრალს ამ შემთხვევაში კორუფციაში. ვის ეუბნება ასევე მის მოადგილეს. საუბარია ხალხო, იმისი რა ქვია, კაბინეტში აიღეს ქრთამიო, ამაზეა საუბარი და თან ვიზე ერთი მხრივ პრემიერ-მინისტრია საუბარი, რომელიც უნდა იყოს ამ შემთხვევაში პოლიტიკის წარმმართველი, ქართული ხალხის კეთილდღეობის და უსაფრთხოების სამსახური. კაბინეტში აიღო ქრთამიო, ოღონდ არ დაგავიწყდეს, მათ მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ ლილუაშვილმა დააკლებინა 500-დან 250 და მე 250 აიღო კაბინეტში. და რა ეგ მივდივარ, რადგან თვითონ გვეუბნებია, რომ რა სიტუაცია იყო ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხალხო? და ვინ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? საერთოდ არსებობს ამათ გაუგიათ საერთოდ? ხო? ნუ ახლა ყველაფერზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ახლა ეს არის შუბზე ზაღ გაწყვეტილობა, მეტი არაფერი არ არის, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თვითონ არ საუბრობენ. ვინ აირჩია ეს ადამიანები? პარლამენტში ვინ აირჩია და ვინ წარადგინა პრემიერ-მინისტრად, უსაფრთხოების სამსახურში, მინისტრებად, ვინც ქრთამს იღებდნენ? ჩვენ რო საუბრობდით რელო ძლიერი საქართველო ამ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, ესენი გადაფარებულები იყვნენ და პროვოკატორებიო, საუბრობდნენ და წყვილს ინფორმაციას აფცელებდნო. აგერ ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკას არაერთი საგამოძიებო სიუჟეტი აქვს მიძღვნილი და რა საუბრობდნენ, მიდი გაიხსენეთ. აბა, როდესაც მიდიოდნენ თქვენი ჟურნალისტები მიკროფონით ეკითხებოდნენ, რა საუბრობდნენ, რომ ტყუილი იყო, პროვოკაცია იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას გვიმტკიცებდნენ, რომ იმის რა ქვია, ტომრით მიიტანაო ღარიბაშვილის ოჯახმა ჩარტერული რეისის ფულიო, ხო გახსოვთ რა ქვია, დაახლოებით ასე ეშად მიიტანაო და ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში სუფთა და სწორად იმართება, ხო? გადაფარებულები იყვნენ თავიდან ბოლომდე. მეორეს მხრივ ნახოთ რა ხდება, ქვეყანა დაიცალა, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, ვიტყვი და გავიმეორებ. დავდივართ ლელო ძლიერი საქართველოს სულ მოქალაქეებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას. ვიყავი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდნეთში, ის არ ამომივა თვალებიდან, როდესაც მოსახლეობა მითხრა სკოლისკენ შეკრებაზე ვიყავი და აი ეს სკოლაო, დიდი სოფელი და ეს სკოლაო წელს ერთმა ბავშვმა დაამთავრა საშუალო სკოლაო, დამამთავრებელიო. ხო წარმოგიდგენია, დაიცალა ქვეყანა. სოფლებზე უკვე სახლი დაიკეტაო, არ საუბრობენ. ადამიანმა მითხრა ცოტაღანში ვიტყვით, რომ სოფელი დაიკეტაო. აი ესეთი სიტუაცია. მეორე მხრივ ხდება 22727 ბავშვმა 5 წლის განმავლობაში საქართველოს მომავალმა დატოვა ქვეყანა. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამაზე უნდა ვისაუბროთ. ესენი გვეუბნებიან დასასრულს გეტყვით, ესენი გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაცა ეს ბუხალტერია გამოაქვს და ყველაფერი კარგად არისო. ხალხს ეუბნებიან, რომელიც შიმშილობს, რომელიც ქვეყნიდან გასვლაზე ოცნებობს, რო აქ დარჩენილი საკუთარი მოქალაქეები, მოხუცი, მშობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები არჩინო. კარგი, ლევან, იქ რაღაცას კითხავ, დარჩენილ დროში მიპასუხე ძალიან ხო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილს ყავს ახალი მოადგილე, მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი ინიშნება. ამ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა და სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ის როგორც ცნობილია, არის ივანიშვილის პირადი მცველი. ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც კიდევ დაწინაურდა და გახდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. პირადი მცველი მინისტრი იყო და ხალხო არაფერი არ გვიყვირს, ხალხო, რა ვიცი. გასაკვირია, არაფერი არ არის, ხო? ხა მე რა ვიცი, ივანიშვილის პირადი მცველი მინისტრი იყო, ღარიბაშვილი ეგრე პრემიერ-მინისტრი იყო, მისი და ქართულს თანამშრომლები იყვნენ უმაღლეს თანამდებობაზე და ხა ეს ანუ რას ვლაპარაკობს, ეს მიჩვეული ვართ ესეთ ინფორმაციებს. სამაგეროდ მე შემიძლია გითხრა და მოგიყვანოთ ფაქტები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარსულზე საუბრობენ, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები ყავთ მინისტრებად. აი მაგალითად ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, იუსტიციის მინისტრობის დროს, როდესაც ზურაბ ადეიშვილი მოადგილე იყო, მისი მოადგილე ბატონი მიქანაძე გახდა, დღეს არის ამ შემთხვევაში განათლების მინისტრი და უმრავლესობაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობასაც იკავებდა საპარლამენტო
მაშინ საპარლამენტო თანამდებობას იკავებდა და რამდენი შორს ავალთ ახლა აქედან ჩამოვდო პარლამენტს რო გადახედა შემომწირველები ძია. არა, აქ ამბავი რა არის, ანუ ივანიშვილის პირადი მცველის დაწინაურება და მოადგილედ გადასვლა, თქვათ სანდო კადრების თემას უკავშირდება. როდის იყო ამაგას ვაბარებოს, როდის იყო სხვანაირად, ამას ვაუბრო გამიგე, აი, როდის იყო სხვანაირად, ხო, ანუ გომელაური, ხო, გომელაური მცველი იყო, ხო, როგორც ვიცი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და შემდგომ მინისტრი იყო. მე იმას კი არ ვამბობ და ბუნებრივია მიმიხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ანუ ადამიანი უნდა წინააღმდეგობდეს და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი ამ შემთხვევაში წარსულიდან გამომდინარე და მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მაგრამ რამდენადაც არის ეს, ხო, ეს უკვე სამწუხაროდ ჩვეული მოვლენად გვექცა და ამასთან დაკავშირებით ეს სამწუხაროდ ჩვეული მოვლენაა, ეს შემიძლია გითხრათ და სხვათა შორის კობახიძეც ამასაც საუბრობდა რა, გარკვეულწილად, როდესაც ბრიფინგი ქონდა, თუმცა გაურკვეველი ბრიფინგი ქონდა კობახიძეს, როდესაც, ნუ არ ვიცი, ყველაფერი გამიგია, მაგრამ ალბათ ჩრდილოეთ კორეაშიც არ ხდება ესე, არ ვიცი ხდება თუ არა, ჩრდილოეთ კორეაში ან თურქმენეთში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის და საუბრობს და ქებას იწყებს ადამიანის, ნუ რა ვიცი, რატომ, რისთვის, რანაირად და მე საუბრობდა, რომ იქ რაღაც პასუხისმგებლობის დელეგირებაზე და გადანაწილებაზე. დიახ, მადლობა.